აი რაც არის ოცნება კანონების მიმართებაში ზუსტად იგივე გახდა ეკლესიას კერძოდ საპატრიარქოს ის ჯგუფი რომელმაც მიიტაცა საპატრიარქო გახდა ესეთი უცოდინარი და უსამართლო უცოდინარი იმ გაგებით რომ არც კანონები იციან აი მე რო დამსაჯეს იქ მოციქულთა 74 მუხლი იყო მითითებული სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ იქ რა ბრალდებები იყო ამ მუხლის მიხედვით დამსაჯეს და თავიანთ გამოში უწერიათ რომ ორჯერ არ გამოცხადების გამო ამ მუხლით დაისაჯა და იმ მუხლში წერია სამჯერ არ გამოცხადების მერე გაუგზავნე ისა გამოუტანეთ განაჩენი ანუ შეამოკლეს და ძალიან ჩქარობენ რაღაცას ჩქარობენ ჩვენზე დავალება აქვთ ოცნებისგან მაგრამ სხვა აი დღესაც გააკეთეს მამა მიქაელ ბოტკოველმა დაურეკა და უთხრა რომ მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს უნდა თქვენთან გასაუბრება და მივიდა და იქ ბოტკოველი დახვდა რა შუაში იყო ბოტკოველი ანუ მოატყუეს კომისიაზე არ მივიდოდა თუ რა და თან კომისია არ იყო დღეს მოწვეული კომისიაზე ეს არ იყო მიწვეული კომისიაც მოწვეული არ იყო და კომისიის წევრებიც არ იყვნენ ჯაღმაიძეც შევიდა გამოსაგდებად და ეხლა წარმოიდგინეთ როგორ ეს აი ეკლესიურად როგორი საშინელება არის როცა ორი მიტროპოლიტი ზის და ჯაღმაიძე ეს მიტროპოლიტები ბერები არიან ხალხს რა უხსნა და მათ წინ იჯდა ბერი ეს ჯაღმაიძე კრიმინალი შედის ამ ბერს ეუბნება გადი გარეთო აი როგორი გაურკვევლობაა იცით ეკლესიურად ან მეუფე შიოს რა უფლება ქონდა რომ მოძღვარი არ შეეშვა ამიტომ ვითხოვდი რომ თქვით რატო ვინ არ მიშვებს ვერ თქვა და ესეც აიცდინა და მეუფე შიო არის დაცვის სამსახურები პოლიცია ძალიან უხერხო მდგომარეობაში ძალიან შეშინებული კაცია შიშარა კაცია და რაც მე ვიცი მეუფე შიომ ვერ გაამართლა როგორც ჩანს და რაღაცა მინდა მოვყვე თუ შეიძლება დღეს აი რაც მამა ილიას უთხრეს რომ შენ მიაყენე შეურაცხყოფა პატრიარქს აი აქ რა არის ჩადებული ძაღლის თავი სად არის დამარხული და ასევე ეკლესიას როგორც მთავრობა იძახის აი პაპუაშვილი გამოვა და მთავრობაზე რო იტყვის ევროპა რაღაცა ცუდს ჩვენ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას ხალხს რატო აყენებენ კაცო შენ გაყენებენ იმ დროს შენ იქცევი ცუდად აი ესე რა შუაში ეკლესიას მიაყენა ეკლესიას თვითონ აყენებენ შეურაცხყოფას და პატრიარქსაც თვითონ აყენებენ შეურაცხყოფას და აი მეუფე შიო არის დანიშნული პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მაგრამ ეს მოსაყდრეობა არის გამოუვალი სიტუაციაში რო ჩააგდეს პატრიარქი იმის გამო ეს ერთხელ გააკეთა ამბროსიმ როცა ციხიდან გამოვიდა და სასამართლოებზე დაყავდათ ისევ აი მაშინ დანიშნა კალისტრატე ცინცაძე მოსაყდრედ ეს არის სრულიად ჯულის კანონის დარღვევა მაგრამ რა დღეშიც იყო ამბროსი კომუნისტების მიერ იმ დღეში ჩააგდო ოცნებამ და რუსეთმა ციანიდის საქმით პატრიარქი გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდეს უნდოდათ პატრიარქის შეცვლა და პატრიარქმა რაღაცა ეს რო გაეწელა ყოველგვარი ჯულის კანონის დარღვევით რუსეთის კანდიდატი ოღონდ აქ უნდა აღნიშნო რომ მეუფე შიო დანიშნეთ მოსაყდრედო მას რუსეთი ვერ ეტყოდა პატრიარქს არა იქ ალფეევი რო იყო ჩამოსული ალფეევმა უთხრა რომ მეუფე შიო უნდოდათ აფხაზეთთან ურთიერთობის რაღაცა იმას ქმნიდნენ ამისთვის უნდოდათ პატრიარქს უთხრეს და პატრიარქმა ეს გაიგო რომ რუსებს მოსწონთ მეუფე შიო თორე რუსები ვერ ეტყოდნენ ესე კანონდარღვევით ეს დანიშნეო მოსაყდრედო მაგას რუსეთის ეკლესია მიცის რომ ეს კანონდარღვევა და ამას ვერ ეტყოდნენ ეს პატრიარქმა აირჩია რა ხან რუსებს მოწონდათ პატრიარქმა დაადგინა მოსაყდრედ და კანონდარღვევით და ეს იმიტომაც გააკეთა რომ ეს კანონდარღვევა რო არის აი როდესაც ღმერთმა დიდხანს აცხოვროს პატრიარქი და პატრიარქი რო გარდაიცვლება ნების სინოდს შეუძლია მეუფე შიოს მოსაყდრეობა გააუქმოს და საერთოდ კანდიდატად არ გავიდეს იმიტომ რომ ეს უკანონობაა და ჯულის კანონის შეცვლა არ შეუძლია არც პატრიარქს და არც სინოდს
თქვენ ფიქრობთ რომ მის უწმინდესობას ეს შემთხვევით არ გაუკეთებია? შემთხვევით არ გაუკეთებია. ეხლა რა ხდება რომ ალფეევი განკვეთილია რუსეთში, განკვეთილი ნუ განყენებულია. საგარეო ურთიერთობა. ალფეევის კადრი რახან იყო, ალფეევის კადრი შეიძლება რუსეთსაც უკვე თან მეუფეში ვერ იმუშავა. და ვიცი რომ ოცნებასაც რაღაცაში არ მოწონს და ამიტომ შავ საქმეებს აკეთებინებს რომ მოიშორონ და ამაში ჯაღმაიძე უწყობს ხელს. შიოს შიო მოიშორონ. ახლა დააგვირდით რჩება შთაბეჭდილება რომ ჯაღმაიძე კიდევ უფრო მეტად გავლენიანია ვიდრე თავად მეუფეში. დიახ, აი დღეს ამის გაგდება, იმიტომ დავიწყე იმით, რომ ორი ეპისკოპოსი რო იჯდა, იმიტომ რომ დეგანოზე ანდრია უფრო მეტი გავლენიანია ქოცეთში და მათი დავალებით ახერხებს მეუფეშიოს ჩაჩოჩებას. მეუფეშიოს გონია რომ მისიანია და არ არის მისიანი, იმ ხელა შეცდომებს აშვებინებს. აი ეს სამხელა შეცდომა რომ აი ეპისკოპოსების წინ ამ მეუფე თეოდორესთვის ამხელა შეურაცხყოფაა ეს. იმათმა თუ იციან რომ როგორ შეურაცხო დეკანოზმა ჯაღმაიძემ, ეს მაინტერესებს თუ მიხვდნენ რა გაუკეთა და რას უკეთებს თუ მიხვდება მეუფეშიო და მეუფეშიო აღმოჩნდა ძალიან სუსტი, რატო არ უნდათ? იმიტომ რომ მეუფეშიო ვერ გამოდის, აი ახლა საუბრობ ახლა. აი იმედის ეთერში გამოვიდეს პირდაპირ ეთერში. აი გამოვიდეს პირდაპირ ეთერში და დღევანდელ მოვლენებზე ისაუბროს. ვერ შეძლებს. რატო ვერ შეძლებს იცით? აი ერთხელ იქადაგა ღვთისმშობელსო სულიწმინდა ჩაუსახლდაო, ისა ჩაესახაო. ანუ საშინელი მაგის შემდეგ მის ქადაგებებს უწერენ მას და იზეპირებს იგზის და იზეპირებს და ბავშვი რო ატირდეს გაგიჟდება იმიტომ რომ დაზეპირებული შეეშლება და პირდაპირ ეთერში გამოსვლა არ შეუძლია ანუ პატრიარქი უნდა გახდეს და ციანიდი მაგის ბრალი არ არის მანამდე იყო მაგრამ კორონას დროს ხო დადუმებული იყო თვითონ იმის გარეშე კორონას ტესტის გარეშე საკურთხეველში არ უშვებდა მღვდლებს და ეხლა ქვეყანაში რამხელა ცვლილებებია საუკუნეში არ იქნება კიდევ ესეთი კურსი შესვლა ხმას არ იღებს და რა თქვა არასორი რა ვთქვი არასორი რუსული კურსი აქვს რუსეთის კანდიდატია ოღონდ მოსაღდრედ კი არა ალფეევის მოწონებული ის არის კადრი და ეხლა უკვე მას აკეთებინებენ შავ საქმეს იმისთვის რომ ჩააჩოჩონ მე ვფიქრობ ოცნებასაც არ მოწონს იმიტომ რომ ის ვერ აკეთებს საქმეს